მოგესალმები ჩვენს მაყურებელს. მე ვარ მსახიობი ქეთი ჩხეიძე. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მსახიობის პროფესია ავირჩიე, იმიტომ რომ გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც შემოქმედებითი გარემო იყო, შემოქმედებითი ატმოსფერო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, ეს გარემო ტრიალებდა მუდმივად თეატრში, სიარული, ოპერაში, გამოფენებზე და ასე შემდეგ. ასე რომ მეც ბავშვობიდან გამიტაცა მდგომარეობამ და გადავწყვიტე მსახიობობამ და არ მინანია. არ უნანობ. როგორც ყველა ბავშვი, მღეროდი, ვცეკვავდი, მიყვარდა რაღაცა, აი, თითქოს გამორჩევა, გამომარჩევდნენ ხოლმე, გამომიყვანდნენ და მეტყოდნენ ლექსი თქვი, იმღერე, მე იცინოდნენ უფროსები ამაზე, მაგრამ მე მაინც ვსიამოვნებდა ეს. მე ვტიროდი ხოლმე, იმიტომ რომ გრძნობდი, რომ ერთობოდნენ ჩემით, მაგრამ მიხაროდა. არ ვიცი, ალბათ ცოტა უფრო მეტი როლი რომ ეთამაშა შეიძლება უფრო კარგი ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ქართულ კინოს ვერ დავადანაშაულებ მე. ასე რომ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო და შეიძლება კიდევ იყოს რამე საინტერესო. ნახოთ. 80-იან წლებში გიზო ჟორდანიამ მართლაც უდიდესი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც შექმნა საველის თეატრის მცირე სცენაზე ახალგაზრდული დასი, სადაც მეც მონაწილეობდი. ეს იყო ჩემთვის, ჩემ შემოქმედებაში თითქოს ოქროს ხანა. და მე მგონი, რომ ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვისაც და საზღვარგარეთაც გავიტანეთ ქართული თეატრის სახელი. იცით რა, ეხლა ძალიან ბევრი საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ცოტა უფრო უკეთ გამოიყურებოდე ვიდრე ხარ. ამიტომ აი ამ პატარ-პატარა საშუალებებით ვცდილობ, რომ შევინარჩუნო ჩემი ასაკის შესაფერისი ან ცოტა უფრო ახალგაზრდის გარეგნობა და რა ვიცი, ხან გამომდის, ხან არა. ჩემი პერსონაჟი შუა ქალაქში იყო ლიანა დედიკო, ესე მეძახდა ჩემი სიძე. ეს იყო ქალაქელი ქალი, ცოტა მესჩანური წარმოდგენების, რომელსაც ბედმა არ გუნა ცოტა მოსულელო სიძე და ასევე მოსულელო შვილი. ამის გარშემო იყო ეს კომიკური სიტუაციები შექმნილი. ისე არაფერი არ მაწყენინა მე ჩემმა სიძემ, უბრალოდ მაღიზიანებდა მისი სიშტერე. იცით რა, სპორტსმენების, მომღერლების, შემოქმედი ადამიანების ადგილი არ ამგონია, რომ იყოს პარლამენტი. ეხლა ხალხის გასახალისებლად და პოპულარობისთვის შეიძლება, რომ 1-2 ძალიან ხალხისთვის საყვარელი ადამიანი პოლიტიკოსებმა მიიწვიონ, რომ რეიტინგი იყოს მაღალი და ამის გამო მიდიან ეს ადამიანები იქ. მაგრამ ჩვენი ადგილი იქ არ არის, იქ უნდა იურისტები, განათლებული პოლიტიკოსები, ეკონომისტები, სამართალდამცევები, აი ასეთმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და სახელმწიფოში როგორ უნდა ვითარდებოდეს სახელმწიფო და ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. მე მგონი, რომ ასე აჯობებს. არავინ არ მეძახის მე იქ, მაგრამ არ წავალ, იმიტომ რომ მე ხა ჩემი თავი რო წარმოვიდგინე, აი უცებ გაჭიმული დამჯდარი, ძალიან სასაცილოდ შეიძლება გამოვიყურებოდე. მართალი გითხრათ, ძალიან დაბნეული ვარ. ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდება, ვინ მართალია, ვინ მტყუანია, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, ყველა ერთმანეთს აბრალებს. ერთი რამე ფაქტია, რომ ჩვენ ავირჩიეთ მდიდარი, ღონიერი და ძლიერი ადამიანი. ამან შემდეგ მოიტანა რაღაცა შეცდომები, მე ასე მგონია. იმას ვერ დავეთანხმები, რომ ხალხმა ხმა არ მისცა და ეს არის არალეგიტიმური. პირიქით, მე მგონი პრობლემაც იმაშია, რომ ჩვენ მივეცით ხმა ამ ადამიანს, ვენდეთ მარტო ამ ადამიანს არა, მის მიერ შექმნილ პარტიას. მე ნელ-ნელა გაჩნდა ეჭვები, გაჩნდა შეკითხვები, გაჩნდა ბევრი უსამართლობა და მე მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ჩვენმა ხალხმა და მოაზროვნე საზოგადოებამ
უკან დაიხია და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა. რაშია საქმე, რა ხდება? რატო არის ესეთი სიღატაკე? ამდენი უსამართლობა? განა ასე ძნელია ესეთ პატარა ქვეყანაში რაღაც მოაწესრიგო? მე მგონი არა და ამიტომ მე ღრმად ჩახედული არა ვარ და ბევრი რამე არ ვიცი. ამიტომ ამაზე მსჯელობას მოვერიდები. არ მინდა არავის დანაშაულება. როდესაც მეკითხებიან რომელი როლი ჯობდა ესე შედარება არ შეიძლება. იმას თავის ადგილი ქონდა და ამას თავისი ეს ორი ჯერსეც სხვადასხვა რამეა. ის უბრალოდ უფრო მარტივი იყო და ადვილი, იმიტომ რომ იქ იყო ლიანა დედიკოს შემთხვევაში იყო ერთი პლანი და ერთსახოვანი ქალის რაღაცა ამოცანების შესრულება მევალებოდა. და ნუნუკას შემთხვევაში ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ მიუხედავად კომიზმისა, ამ კომიზმის უკან უნდა ცოტა დრამაც გამოჩენილიყო, ცოტა პრობლემებიც, სიმძიმეც და ამიტომ ეს როლი უფრო საინტერესო და ჩემთვის უფრო სიღრმისეული იყო. მაყურებელი ალბათ ამას ვერ აღიქვამს ასე, მაგრამ ჩემთვის ასე იყო. ნუნუკას როლმა მომიტანა დიდი სიხარული, პოპულარობა, მეტი უფრო, დიდი გამოცდილება, საინტერესო ადამიანებთან, პარტნიორებთან შეხვედრა, ასე რომ ძალიან საინტერესო და სასიხარულო პერიოდი იყო, აი ეს 10 წელი თუ მეტიც შეიძლება, როდესაც მე მივდიოდი და გადაღებები მქონდა. იცით რა, უცნაურს ვერაფერს ვერ ვხედავდი მე ამ პერსონაჟში, ნუნუკაში. პირიქით, რატომღაც მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი და ქეთი დევდარიანიც ესე წერდა ამ პერსონაჟს, ესეთი ხაზი ქონდა გაკეთებული, რომ ეს იყო მრავალპლანიანი ქართველი ქალი, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში ხან ძალიან ღარიბი იყო, ხან მერე გამდიდრდა, მერე ქმარი აწვალებდა, მერე ვიღაც კაცი გადაეკიდა, მერე გადაწყვიტა გათხოვება, მერე მიხვდა რომ მისი ადგილი და ასე შემდეგ. ასე რომ წყენით მე მგონი არავისთვის არ მიწყენინებია და განსაკუთრებით იმერლებისთვის. პირიქით, ჩემთვის ეს უფრო დრამატული პერსონაჟი არის სინამდვილეში, იმიტომ რომ საკმაოდ ჭკვიანი და ესეთი გონიერი ქალია და არც თუ ისე უკეთური, მაგრამ ბედმა არ გუნა ცოტა მძიმე ცხოვრება. იცით რა, რაც შეეხება იმერულ კილოს, ეს არის ასე ვთქვათ, ჩვენ პროფესიაში ინტონაციური მონაცემი. მე სხვა კილოებზე ზუსტად ესეთივე წარმატებით შემიძლია ვილაპარაკო. თავს არ ვიქებ, უბრალოდ სმენის გამო შემიძლია რომ აი ესე გადავერთო ხოლმე და იმერულად ვილაპარაკო. მე კახური ინტონაციით, მე ასე შემდეგ. ეს მსახიობის თვის ესეთი მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი სხვა რამეებია. აი მე გარდასახვა და მე აი როცა ასე ლაპარაკს იწყებ, მე რომ ითამაშო ის სწორად, თორე იმერული ინტონაციით ლაპარაკი ბევრ შეუძლია. თეატრი ჩემთვის არის რაღაცა საყრდენი, სადაც ძირითადი საყრდენია. თითქოს აი სახლივით არის. კინო არის მიდიხარ სტუმრად და შემდეგ ბრუნდები. სრულიად სხვა ტიპის სამუშაოა თეატრში. ანუ განსხვავდება კინოხერხი სცენიური ხერხებისაგან ძალიან განსხვავდება. ამიტომ თეატრი მე მგონია რომ უფრო რთულია, იმიტომ რომ კინოში რაღაცას მოგიხერხებენ. გაგწევენ, წინ წამოგწევენ, ან დაგმალავენ, მუსიკას რაღაცას მოგიხერხეს რეჟისორი თუ გიჭირს. თეატრში რეჟისორი გეხმარება და გაკეთებინებს როლს, მაგრამ მთლიანად ჩანხარ, ვერსად ვერ დაიმალები. ამიტომ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, უფრო დიდ შრომას, დიდ ფიქრს და საშიშია უფრო მოკლედ. ჩემი ოჯახის ისტორია ხშირად მქონია საშუალება რომ მომეყოლა და ინტერვიუებში მეთქვა. და ეხლა შემიძლია მაყურებელს შევახსენო 37 წელს დააპატიმრეს ბებიაც და ბაბუაც, მათ დარჩათ 3 შვილი, წაიყვანეს ისინი ნათესავებმა, დედა ჩემი წაიყვანა ბიძამ და ბიცოლამ და გაზარდეს და შემდეგ ამას მოყვა ძალიან სერიოზული დრამა ბავშვისათვის დედა ჩემის ბიოგრაფიაში. შემდეგ მან
დაწერა დედამ ეს ყველაფერი და პარალელურად მისმა ძმამ გიზო ჟორდანიამ, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, ბაბუის ხაზი დაწერა და დაიდგა ეს მარჯანიშვილის თეატრში და ამ სპექტაკლს ერქვა თეთრი იასამანი, სადაც მე ჩემ ერთ-ერთ ბებიას ვთამაშობდი. ეს არის მოკლე ესეთი, რაც შეიძლება რომ გავიხსენო, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო უმძიმესი ისტორია და არა ერთ ოჯახს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გადახდა ეს ტრაგედია თავს და თუ გავიხსენებთ ამ პერიოდამდე რაც იყო, ბაბუაჩემი ფაქტიურად იმიტომ დააპატიმრეს, რომ იყო ნოე ჟორდანიას ნათესავი. მე გადმოცემით ვიცი ესეთი ამბავი. ჩემი ბაბუა მუშაობდა ლანჩხუთში და იყო ლანჩხუთის სამავთყოფოს მთავარი ექიმი. ერთვენიერ დღეს იქ ჩამოიარა, სამავთყოფოს წინ ჩამოიარა უშიშროების რომელიღაცა ამბობდნენ, რომ ფილიპე მახარაძე იყო ესა, მისმა მანქანამ და ყურადღება მიიქცია სამავთყოფოს ძალიან კარგ მდგომარეობაში, თეთრად იყო, სისუფთავე იყო და გამიჩერეთო ერთიო რა ხდებაო და გააჩერა მანქანა და იკითხა, რომ ვინ არის აქ ხელმძღვანელიო. უთხრეს, რომ არის აქაური კაცი კოკი ჟორდანია. ის გაფიცრდა და თქვა, რომ აღარ უნდა დამთავრდეს ჟორდანიების თარეში საქართველოსიო. ერთი ბეწო პატარა ქალაქი არის ლანჩხუთი და ეს ყველამ გაიგონა, იმიტომ რომ მე კარისკაცი ვინც იდგა იქ ადამიანები იყვნენ, იმ წუთში მიაწვინეს ბაბუაჩემს ხმა, რომ კოკი მე მგონი დროაო რომ წახვიდეო და დაიმალო. არსად არ წავალო ბაბუაჩემს უთქვამს და მეორე თუ მესამე დღეს ღამე 4 საათზე შემოვარდნენ, როგორც აკეთებდნენ ხოლმე და ბაბუაც და ბებიაც წაიყვანეს. დარჩა ბაბუაჩემის დედა მინა აფაქიძე, მოხუცი ქალი იყო და ეს სამი პატარა ბავშვი, შვილები, 5, 3 და 2-ის თუ 1-ის სტრესის ნიადაგზე გაითიშა ეს ქალბატონი და აი ესე გაღიმებული დარჩა. მერე ღამ მეზობლებმა რაღაცა სხვა მხრიდან, ღობედან გამოთხარეს, შეძვრნენ, შეიპარნენ, იმიტომ რომ ტრის ოჯახში შესვლა აღარ შეიძლებოდა და მაინც უშველეს, ბავშვები გამოიყვანეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება ნოე ჟორდანიას, მე მინდა გავიხსენო, სადამდე მოვიდა ეს უბედურება და რა ხდებოდა. ჩემი დიდი ბაბუის მამა და ნოე ჟორდანიას ბაბუა ისინი იყვნენ ძმები და ლანჩხუთში ერთ ტერიტორიაზე იდგა ამ ორი ძმის სახლი. როდესაც დაიწყო ეს უბედურება და შემოვარდნენ წითელი არმია შემოვარდა და ბოლშევიკები შემოვარდნენ, ეს ერთი სახლიც განადგურდა და ნუ შემდეგ ბაბუაჩემის სახლიც რასაკვირველია რომ დაიჭირეს და ისა ეს ორივე სახლი აღიგავა მიწისაგან პირის. მაგრამ მანამ იყო ეს სახლები იმ პერიოდში, როდესაც ნოე ჟორდანია იყო ჯერ ახალგაზრდა კაცი, მას დაეღუპა პატარა ბიჭი შვილი ანდრეიკა, რომელიც მისივე სახლის ტერიტორიაზე მაშინ ესე ხდებოდა დაასაფლავეს. და შემდეგ ეს სახლი მოსპეს, იქ არაფერი აღარ იყო, მერე გააკეთეს ვითომ პარკი, რომ აღარ ყოფილიყო კვალი არანაირი ამ კაცის. და რო გავიდა წლები, შემდეგ ჩემმა ბიძებმა და დედაჩემმა გადაწყვიტეს ამ საფლავის პოვნა, აღდგენა და შემოღუბვა. იმ პერიოდში ჩამოვიდა ნოე ჟორდანიას შვილი რეჯეფ ჟორდანია საქართველოში. რაღაცნაირად აღდგა, მაშინ უკვე შეიძლებოდა რეპრესირებული ადამიანების ჩამოსვლა და მოკლედ პატარა ძეგლიც დაიდგა ნოე ჟორდანიასი და მისი შვილიც და ეხლაც არის ეს საფლავი და ეს ძეგლი ლანჩხუთში და შემდეგ აი ამ საფლავს და აი ამ მთელ ამ ისტორიას შემდეგ მოყვა ის ფილიპე მახარაძის ჩამოვლა, ბაბუას დაპატიმრება, ბებიასი და ის დიდი დრამები, რომლებიც აი ამ ხალხის, ბოლშევიკების, წითელი არმიის და ზოგადად რუსეთის საშინელმა ქმედებებმა მოახდინა და რაღაცა დოზით მე მგონი დღესაც გრძელდება. იცით რა, არ მგონია რომ მარტო მსახიობებს უჭირდეთ მუშაობა და კარიერა და ასე შემდეგ. ყველა პროფესიას აქვს ეს სირთულე. მე მეხმარებოდნენ, ხელს მიწყობდნენ.
ჩემი მშობლებით, მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე, როცა ერთად ცხოვრობდით და მეხმარებოდა, ხელს მიწყობდა და ოჯახის წევრები და ასე რომ არ გამჭირვებია თან მემუშავა და თან ოჯახშიც ყოფილიყავი. ყველა გონიერი და კეთილშობილი ადამიანის აზრი არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. არ ვიცი, ალბათ უფრო შემიძლია. რას ვეტყოდი ადამიანებს და საერთოდ თავშეკავება არის მშვიდობის, სიკეთის, კარგის მომტანია. და აგრესია არის ომის მომტანი და ცუდი მომავლის. აგრესია არის ჩემთვის აი წაგების საწინდარი. შეძლების დაგვარად უნდა შეიკავო თავი. აი ძალიან გაბრაზებული როცა ხარ 10-მდე უნდა დაითვალო. და მე შეიძლება დამშვიდე, დაწყნარდე და ასე ჯობია. ჩვენ ადამიანები ვერ ვახერხებთ, ეს ძალიან ძნელია. სალაპარაკო შეიძლება ადვილია, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ, შეურაცხყოფილი ხარ, რთულია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს შეუძლიათ და ახერხებენ. ისინი ყოველთვის გამარჯვებულები არიან ასეთი ადამიანები. ხშირად აღმოჩენილ ვარ და ადრეც და ეხლაც, მაგრამ ეს ახასიათებს თეატრს განსაკუთრებით ახასიათებს და ვცდილობ ხოლმე რომ გავერიდო. ეს ისეთი პროფესიაა, რომ ჩვენ ყველას გონია, რომ ვართ ძალიან კარგები, ნიჭიერები, ამბიციური პროფესიაა და აქედან გამომდინარე ხშირად არის წყენა, კონფლიქტი, შეჯიბრი, კონკურენციაა ისეთი. ხანდახან არაჯამრთელიც კი არის ხოლმე, ესეთ გადაჭარბებულია. მე როცა შერჩევითია, მაშინაც რთულია, შენ იცი რომ შეგიძლია, მაგრამ მაინც სხვა არის შენ მაგივრად. რახან ამ პროფესიას ირჩევ, ეს მოცემულობა უნდა მიიღო. იმიტომ რომ შეიძლება შეგარჩიონ, სხვაზე ხარ დამოკიდებული, ესეთი პროფესია. ან მოეწონები რეჟისორს, ან არ მოეწონები. როცა არ მოწონხარ, ეხლა რა უნდა ქნა? გინდა თუ არა მე უნდა ვიყო და ჩემზე კარგი არავინ არ არის, სულელი შთაბეჭდილებას დატოვებ არა? ამიტომ უნდა შეგეძლოს მოთმენა. ან გაცლა, რომ ხედავ, რომ იქ არ არის შენი ადგილი, არ გამოგდის არაფერი, არ უნდა ხარ, ხო? უნდა წახვიდე. ეს არის ჩემი პროფესიის ნაწილი. აი კასტინგია მაგალითად, ხო? და შენ თვლი, რომ შენ გამოგივა და დაგიწუნეს. არ არის გულის წენა. იცით რა, მე ვერ ჩამოვთვლი ახლა რომელმა და ესე საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. მაგრამ იმ ადამიანმა, ვინც მატკინა გული და დამწყვიტა გული, უпростоრეთ მატკინა, მგონია, რომ ჩემს გულწრფელობას არ იმსახურებს. ამიტომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. იცით რა, დღეს უკვე ჩემი ასაკის შესაფერისი როლები ნაკლებია, ცოტა ქალის ესეთი საინტერესო არის, მაგრამ ძალიან ცოტა. ამიტომ ოცნებები, რაღაცა ოცნებით რო გითხრათ, ზივარ და ეხლა ოცნებობ რაღაცაზე, არა. დამენანება რომ კიდე გავიდეს დრო და ვერ მოვასწრო რაღაცა რომ კიდე ვითამაშო. იცით რა, ეს მართალი რო გითხრათ, ნაკლებად არის პედაგოგიური საქმიანობა. ალბათ უფრო საზოგადოებრივი შეიძლება დაერქვას, იმიტომ რომ მე ჩემს ქალიშვილთან ერთად შევქმენი კავკასიური ხელოვნების წრე, სადაც სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები, ვინც დაინტერესებულები არიან, რა არის მსახიობის ოსტატობა. აი ეს პროფესია რა არის და სურვილი აქვთ, რომ ან ბავშვობა გაიხსენონ, ან თავისი ნატრა აიხდინონ, მოდიან და ჩვენ ვქნით ხოლმე ჯგუფებს, სადაც ასეთი ადამიანები მოდიან და შემდეგ მე მთელ ჩემ დაგროვილ გამოცდილებას დაწყებული თეატრალური ინსტიტუტიდან, სადაც გიზო ჟორდანიას სკოლა გავიარე და ბევრი რამე ვისწავლე ძალიან და არა მარტო გიზოსგან, არამედ სხვა პედაგოგებისგან. მაშინ ოქროს ხანა იყო თეატრალურ ინსტიტუტში და დიდი ადამიანები გვასწავლიდნენ ამ პროფესიას, მეტყველებას, რითმიკას, ცეკვას და ეხლა მათ ჩამოთვლას მე არ დავიწყებ, მაგრამ ეს სულ სახელები და გვარებია, ცნობილი. აი მათმა
გაგზარდეს ჩვენ. მე ამ 40 წლის მანძილზე ვითამაშე როლები სცენაზე, თეატრში, დამიგროვდა რაღაცა და აი ამის საშუალებით ვაზიარებ ხოლმე ამ ადამიანებს თუ რა არის მსახიობის ოსტატობა და რამდენი რამე იმალება იმის მიღმა, რასაც მაყურებელი უყურებს და გონია რომ ეს არის ძალიან ადვილი, მარტივი, სასაცილო და სინამდვილეში სულ სხვა რამეა. ვცდილობ რომ ეს გაუზიარო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მოდიან. დამწყებ მსახიობებს ვეტყვი, რომ მანამ აირჩევენ ამ პროფესიას ძალიან კარგად დაფიქრდნენ, იმიტომ რომ რთული პროფესია, მსხვერპლს მოითხოვს, დიდ თავშეკავებას მოითხოვს. მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, იყო მაგალითად 10 წელი მე მქონდა პერიოდი, როდესაც არც არავინ მეძახდა, არც მე თვითონაც წამოსული ვიყავი ამ პროფესიით, 10 წელი ცოტა არ არის. მაგრამ მე გამიმართლა და ისევ დავბრუნდი და მიმიღო მაყურებელმა და ასე ვთქვათ, მე გამიმართლა. ამიტომ მაგრამ არის კიდე ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენს ქვეყანაში ჩვენი პროფესიით არსებობა შეუძლებელია. ეს არ არის ღარიბი ქვეყანაა თუ ჩვენ გვექცევიან ასე თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით შეიძლება ვერ იცხოვრო და მოგიწიოს პარალელურად სხვა რაღაცის კეთებაც. ეს ძალიან რთულია. აი ამიტომ როდესაც გადაწყვიტავ რომ გახდე ამ პროფესიას დაეუფლო, ეს არის გასათვალისწინებელი. როცა ძალიან გინდა, ხა ახალგაზრდა არც მე არ გამითვალისწინებია და არც მომავალი მსახიობები ალბათ არ გაითვალისწინებენ, მაგრამ მე ვალდებული ვარ რომ გავაფრთხილო. ამ ეტაპზე თეატრში მაქვს ერთი სპექტაკლი, ქალები, რომელიც ძალიან პოპულარულია და ბილეთი არ არის და ძალიან მიხარია ეს და როცა სპექტაკლი მაქვს დიდი სიხარულით მივდივარ თეატრში. ეხლა მზადდება პროექტი, რომელიც ეძღვნება მარჯანიშვილის თეატრის 100 წლის თავს. ცოტა საიდუმლო სიტუაციაა და არ მინდა რომ წინასწარ ვთქვა, საინტერესო სამუშაო მაქვს ძალიან და ნახოთ რა გამოვა. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მომავალ შეხვედრაზე.